დგება ფინეთთან გამომშვიდობების დროს. ვფიქრობ, ეს დღეები საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა ჰელსინკი, ლაპლანდია განსაკუთრებით და იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნეთ ჩვენი მოგზაურობით. შემდეგი დანიშნულების ადგილი არის ესტონეთი, კერძოდ კი მისი დედაქალაქი ტალინი. როდესაც დავიწყე ძებნა თუ როგორ გამგზავრებულიყავი ჰელსინკიდან ტალინამდე, ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომ გავმეყენებინა ბორანი. რეისებს რამდენიმე კომპანია ასრულებს სხვადასხვა სიხშირით. ბილეთის ფასი კი დამოკიდებულია თუ რა დროს წახვალთ და რომელი კლასის ბილეთს შეიძენთ. მე ვიყიდე 25 ევროიანი ბილეთი და ბილეთში მიწერია, რომ 2 საათსა და 15 წუთში ჩავალ ტალინამდე. ასეთ მანძილზე არასდროს მიმგზავრია, ძალიან მაინტერესებს და იმედი მაქვს მომეწონება როგორც გზავრობა, ისე უკვე ახალი ესტონური თავგადასავლები. სადგურზე მისვლის შემდეგ გავიარე პატარა პასპორტის შემოწმება, სადაც მოხდეს ჩასვლის პატარა ბარათი, სადაც არის QR კოდი და მის მეშვეობით ავედი უკვე ჩასასვლელ სივრცეში. იქასთვისაც პოლიცია გამესაუბრა, შეამოწმა ჩემი პასპორტი, მკითხა საიდან ვარ და ასე შემოიფარგლა ეგრეთ წოდებული საზღვრის კონტროლი. მალევე ჩავსხედით და გავიკავეთ ჩემი ადგილი. როგორც უკვე ვთქვი, პირველად გზავრობ ასეთი ტრანსპორტით, ამიტომ არ ვიცოდი საით წავსულიყავი, თუმცა ხალხის ნაგადს გავყევი, ავიარე 2 სართულის ზევით და მოვხვდი შვენიერ ადგილას. ესტონეთი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ფინეთის ყურე, სამხრეთით კი ლატვია. ძირითადი ტერიტორიის გარდა ის მოიცავს ბალტიის ზღვაში მდებარე 2222 პატარა კუნძულს. ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა. სიმცირის მიუხედავად, ესტონეთი ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად, სადაც არაერთი დიდი კომპანია დაიბადა, როგორიცაა მაგალითად Skype, Bolt და სხვა ცნობილი ბრენდი. გუშინდელი საინტერესო გზავრობის შემდეგ დავბინავდი, კარგად გამოვიძინე და დღეს უკვე გამოვედი ქალაქის დასათვალიერებლად. ახლა მოვედით ძველი ტალინის ტერიტორიაზე, სადაც ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა მდებარეობს. ტალინი არის ერთ-ერთი კარგად შემონახული შუა საუკუნეების ქალაქი ევროპაში და ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ათეულობით 1000 წლის წინ იყო, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად ის მოხსენიებულია მე-13 საუკუნეში. როდესაც დანიელთა მეფე ვალდემარ მეორე ლაშქრობს აქ, იღებს ლინდანისის ციხესიმაგრესა და კალევას, ანუ თანამედროვე ტომპეას ციხესიმაგრის ტერიტორიას და ამ ქალაქს. ესტონური სახელი ტალინი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება, ვინაიდან თავდაპირველად ეს იყო დანილ, რაც ნიშნავდა დანიელთა ქალაქს. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია სხვადასხვა დამპყრობლების ხელში გადადიოდა, თუმცა ასევე ვითარდებოდა. აქ შენდებოდა სკოლები, მონასტრები, სავაჭრო სახელოსნოები და ასე შემდეგ. ესტონეთში და შესაბამისად ტალინში პირველად ვარ, ძალიან მაინტერესებს ეს ქალაქი, ბევრი კარგი რამსვენია მასზე და დავიწყოთ მისი აღმოჩენა. საუკუნეების განმავლობაში ტალინს რეველი ერქვა. თავისი არსებობის მანძილზე ესტონეთს არაერთი დამპყრობლის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. ოკუპირებულიც ხშირად იყო, თუმცა საბოლოოდ ყველა მტერს გაუმკლავდა და ჩვენ მსგავსად 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ტალინი არის ესტონეთის ყველაზე დასახლებული ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, ფინანსური, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი. ტალინში ხვდებით სხვადასხვა კონფესიის ეკლესიებს, მართლმადიდებლურს, პროტესტანტულს და კათოლიკურს, რაც ესტონელი ხალხის რელიგიურ შემწყნარებლობაზე მეტყველებს.
ტალინის და ზოგადად ესტონეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ტოომპიას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი ტალინის შუაგულში მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ეს კომპლექსი იყო ტალინის მმართველებისა და არისტოკრატების რეზიდენცია. ფაქტობრივად ეს ფუნქცია დღესაც შენარჩუნებული აქვს, ვინაიდან სწორედ აქ მდებარეობს ესტონეთის პარლამენტი და მთავრობა. 1694 წელს აქ იყო დიდი ხანძარი, რის გამოც აქ არსებული შენობების უმრავლესობა ფაქტობრივად ბოლომდე განადგურდა. ის შენობები, რასაც ახლა ჩვენ ამ კომპლექსში ვხედავთ, სწორედ ამ დიდი ხანძრის შემდეგ არის აშენებული. იმის მიუხედავად, რომ არაერთ ევროპულ სასახლეში ყოფილვარ და ზოგჯერ ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაინც დავინტერესდი ამ ციხით და შესვლა გადავწყვიტე. ბილეთის საფასური 12 ევროა. სტუდენტებზე მოქმედებს ფასდაკლება და ბილეთის შეძენა 8 ევროდ შეგიძლიათ. ეს მუზეუმი 500 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული და 4 ისტორიულ კოშკს მოიცავს. მასში სხვადასხვა სახეობის გამოფენაა მოწყობილი და ისინი ერთმანეთს გვირაბების მეშვეობით უკავშირდება. პირველ კოშკში, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება, ძველ მხატვართა ფერწერული ტილოებია გამოფენილი. აქვეა კაფე, სადაც მსურველებს შეუძლიათ დასხდნენ და ულამაზესი ხედების ფონზე მიირთვან. ღია გვირაბით გადავდივარ მეორე კოშკში, სადაც იარაღების გამოფენაა მოწყობილი. საგამოფენო სივრცეში შეხვდებით ძველი თუ შედარებით ახალი დროის საბრძოლო იარაღს, სამხედრო აღჭურვილობას. ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატური ვიდეო ინსტალაცია. სხვა სივრცეებშიც უმეტესწილად სამხედრო აღჭურვილობის გამოფენაა. ამასთან წარმოდგენილია სხვადასხვა არქეოლოგიური არტეფაქტი და ისტორიული ტალინის მაკეტები, რათა თვალნათლივ წარმოვიდგინოთ ძველი ქალაქის დაგეგმარება. ციხესიმაგრიდან გამოსვლის შემდეგ გეზი ქალაქის ცენტრისკენ ავიღე. ცოტას კიდევ გავისეირნებ და შენობებს დავათვალიერებ. ახლა მოვედით ქალაქის ერთ უცნაურ და საინტერესო ადგილას. ჩემკან მდებარე მიწის პატრონს სურდა აქ ჩაედგა კაფე, თუმცა ქალაქის მერია არ მის ამის უფლება და მან უცნაურ ფორმით გამოხატა ეს პროტესტი. ამ პატრონე მოიტანა ეს კარტოფილის შესაგროვებელი მანქანა, შეიძლება ითქვას, რომ დააგდო ამ მიწაზე, რათა დაემახინჯებინა ქალაქის ერთსახევი. ნედან როგორც ხედავთ, გარშემო არაერთი ღირსშესანიშნაობაა. სიარულისას ცენტრში არსებულ კიდევ ერთ ეკლესიაში შევედი. შესვლის საფასური 3 ევროა სტუდენტებისთვის, 2 евро. უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა დაწესებულებაში ფასდაკლება ყოველთვის გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის. სერნობაში ჩამოყამდა. უმეტესწილად ღამის ხედებით კბობა უფრო მიყვარს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ ერთი ადგილისკენ დავიძარი, საიდანაც ქალაქის პანორამა გადაიშლება. ამოვედით ტალინის ყველაზე ცნობილ გადმოსახედან. აქედან შეგვიძლია დავინახოთ როგორც ქალაქის ძველი ნაწილი, ისე თანამედროვე, რომელიც მოიცავს პორტს, ბიზნეს ცენტრს, ინდუსტრიულ ნაწილს. აქედანვე შეგვიძლია დავინახოთ ქალაქის ურბანული ხასიათი, მისი მოწყობა. იმის მიუხედავად, რომ თოვლი არ არის და საკმაოდ ცივა თან ქარიც ემატება ამას, მაინც საინტერესოა ყოფნა და სიამოვნებას მაინჭევს ეს ხედები.
უცხო ქალაქში მოგზაურობისას ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობა ქუჩებში ხეტიალია. ტალინის ქვაფენილიანი ქუჩებისა და შუა საუკუნოვანი ტაძრების გარემოცვაში ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს წარსულში მოგზაურობ და იქ ვწერ მოგზაურის დღიურს. თუ თქვენ ჩემსავით მოგწონთ ძველი ქალაქები, ტალინი ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. დღეს სეირნობის გარდა სხვა გეგმებიც მაქვს. ერთ საინტერესო ადგილს უნდა ვესტუმრო და კიდევ ერთხელ გამოვცადო საკუთარი თავი. ამისთვის ბალტიის ზღვის სანაპიროზე მისვლაა საჭირო. ზამთარში ცურვა და საუნა ესტონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ესტონელებთან ერთად აქ ჩამოსული ადამიანებიც ეზიარებიან ამ კულტურას, მათ შორის ქართველები, რომლებიც შემეგობრები არიან. ერთ-ერთი მათგანი ახლა წყალშია, რომელიც იმედია ამოვამალი და კარგად არის, რომელიც არის სამსახურის ინსტრუქტორი და ახლა აგვიხსნის ზუსტად რაში მდგომარეობს ეს საქმე. სხვათა შორის ბათუმელია ეს კაცი და ქართულ ენაზე აცნობს დაინტერესებულ ადამიანებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ზამთრის ცურვაში. რა მაგარია, ხო არ წამოხვიდოდი უკვე? მე ჯერ მოგისმენ შენ. მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ საქმით დაკავებული და პრინციპში ძალიან ბევრი უცხოელისხობიც ხდება ესტონეთში. როგორც ჩვენც არ ვართ გამნაკლისები, მე და ჩემი დანარჩენი ქართველი მეგობრები ერთად მოვდივართ კვირაში რამდენიმე დღე და ერთად ვიზიარებთ უკვე რიტუალად ქცეულ პროცესს. სწორი სახელი არის სივიწყლის თერაპია, რომელსაც უამრავი ბენეფიტი აქვს. პირველ რიგში სივიწყლის თერაპია ეხმარება სტრესის, პანიკური შეტევების და შფოთვის დაძლევაში. ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რა თქმა უნდა იმუნიტეტი ძლიერდება დროთა განმავლობაში. ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო იწყებენ, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ბენეფიტების გამო. ამიტომ ჩვენც ამით ვართ დაკავებული და დროა რომ ალბათ უკვე შენც ეზიარო, ოღონდ ყველა წესების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს უსაფრთხო. მეც დამარწმუნა რომ ჩავიდე, როცა ნახა ნორვეგიის გადაცემა, თუმცა შეცდომით შევსულვარ და უკვე მეც რომ გამოვიცვლი, ამიხსნის ყველაფერს კარგად, ჩვენი გიორგი და ვეცდები იმედები არ გაუწრო. წავედით გამოვიცვალოთ. ხოლოდ ცურვა უფასოა, მაგრამ თუ გსურთ გამოცაცვლელით და საუნით სარგებლობა, მისი ღირებულება 7 ევროა. სანამ გამოვიცვლიდი, ჩემი ქართველი მეგობრები ჩავიდნენ ზღვაში და ამით სტიმული მომწეს. ისე მხიარულობენ და ჟიამულობენ, გადამდებია მათი განწყობა. თავარია, საკუთარი თავი დააჯერო, რომ შენც შეძლებ ამას. მიუხედავად იმისა, რომ ყინულივით ცივი წყალია, სურვილი მიჩნდება კიდევ ერთხელ მენტალურად გავიმარჯვო საკუთარ თავზე. ზოგადად ჩახტომა არ შეიძლება დამწყებთათვის, მაგრამ გამოცდილებით ყველაფერი შეიძლება. გამოვიცვალეთ, გამოვედით გარეთ, მინდა გითხრათ, რომ კატასტროფულად ცივა და ალბათ ვინ არის, ან შეიძლება არც ვინანო, მაგრამ სანამ ჩავალ წყალში, გიორგი აგვიხსნის ამიხსნის მე როგორ ჩავიდე, რომ სული არ გავაფრთხობინო და ასე შემდეგ. პირიქით, ცივი წყალი შენი ყველაზე თბილი მეგობარია. მოკლედ, ჩასვლის დროს ყველაზე მთავარი ერთადერთი ფიზიოლოგიური პროცესი ეს არის სუნთქვა, რომელიც უნდა აკონტროლო. როგორც წესი, თავით ჩახტომა არ შეიძლება, თუ ძალიან გამოცდილი არ ხარ. არც ვაპირებ. ჩახვალ ფეხებით, ნენელა ჩაეშვები, ამ დროს სისხლის სიძარღვების შევიწროება ხდება და ჯობია რომ რა თქმა უნდა ჯერ ფეხებიდან დაიწყოს. არასდროს არ უნდა შეისხა პირდაპირ გულმკერდზე, რასაც ზოგადად ხალხი აკეთებს და მათ შორის შენ რაც გააკეთე, ეს მაინც და მაინც სწორი არ იყო. ჩახვალ ნენელა, როგორც კი იგრძნო სიცივე, ამ დროს ეს არის შოკური მდგომარეობა და შენ ორგანიზმს მონდება გაქცევა. მაგრამ გაქცევის ნაცვლად პირიქით ჩახვალ, ჩაისუნთქავ ღრმად და ჩასვლის დროს ამოისუნთქავ, დაიმახსოვრე. სუნთქვა არის ერთადერთი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უნდა აკონტროლო და რომელიც დაგეხმარება, რომ იქ გაძლო. კიდევ ერთხელ ამას გონი მზად ვარ. გონი მზად ვარ. მე მგონი მზად ხარ. მოკლედ, ჩადიხარ, ბიჭებო, წავედით აბა თან ვასწრაჩვენოთ როგორ უნდა ჩავიდეთ. აბა თქვენი სიცივე. მოიც, მიდი. ჩადი ღრმად, ჩაისუნთქე და ჩასვლის დროს ამოისუნთქე. ამოისუნთქე, სუნთქვა აკონტროლე. არ შეწყვიტო. სუნთქვაზე არ დაკარგო კონტროლი. კარგი ხარ, ისუნთქე. პირველი რამდენიმე წამი მართლაც შოკის მომგვრელია. დრო თითქოს უსასრულოდ იწელება, მაგრამ თანდათანობით, სწორი სუნთქვით და მეგობრების გამხნევებით მეჩვევი და რაც მთავარია, ძალიან მომწონს. გონი საკმარისია. ყოჩა, გამოდი. ვაუ. როგორი იყო? ხო მაგარია. არ ვიცი, 3 წამის მერე არაფერი აღარ მიგზნია მგონი, მაგრამ
ვაუ. მოკლედ, ალბათ ჯერ ისევ შოკურ მდგომარეობაში. ხო არ გძომ სიცივეს? მოგატყობ რომ ფეხებზე უფრო ეგ არაფერი, ეგ მიჩვევის ამბავია და მithumetes სიზარღვები ახლა შევიწროებულია და იგრძნობ სიცივეს. მაგრამ უფრო საუკეთესო. ეგ არის. ახლა შეგიძლია საუნდისკენ გაეშურო და ის სიამოვნო და შენი მთელი ენდორფინების და დოპამინების მოზღვავებით დატყვე მთელი საღამო. მე წავედი საუნდაში. როგორც გამოუცდელს, საუნაში შესვლა მირჩენია, თუმცა წლიდან ამოსვლის შემდეგ ბუნებრივად გათბობის ხერხებიც არსებობს. პირველი ამოსვლის შემდეგ ალბათ 15 წუთი გავატარე საუნაში, რომ ბოლომდე გამთვარიყავი, მაგრამ შემდეგ ჩასვლებზე უფრო მეტი დრო გავატარე წყალში და უფრო მეტად მივეჩვიე წყალში ყოფნას. საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ზობ თავს, არ ვიცი, შინაგანი ბედნიერება მაქვს და ენერგია მაქვს მოზღვავებული რატომღაც. ეხლა მგონია რომ გავიველი ძალიან 2 კილომეტრს ფეხით რომ მჭირდებოდეს. საბოლოო ჯამში გეტყვით იმას, რომ თუ იმოგზაურებთ ჩრდილოეთის ქვეყნებში, და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ესტონეთში, აუცილებლად მოდით და გამოცადეთ ეს, ვინაიდან არ ინანებთ. საქართველოში არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ამ საქმის გაგრძელება, მაგრამ თუ გამოვნახებს მსგავსი ადგილი, შეიძლება ვცადო ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მეწონა. დღეს კვლავ ძველ ქალაქში გამოვისერნე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მჭირდება. ცენტრთან ახლოს დავბინავდი. ტალინში მცხოვრებთათვის, ვისაც ეგრეთ წოდებული ბინადრობის უფლება აქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა. ტურისტებისთვის კი ერთი ბილეთის საფასური 2 ევროა. ამ გიდის პროგნოზის მიხედვით დღეს ძალიან დიდი თოლინა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გამო გადავწყვიტე ერთ საინტერესო ადგილას მოსულიყავი. საშუალო ზოგადად საახალწლო განწყობას, რა თქმა უნდა, უხდება ეს ადგილი და ალბათ ციგურების მიხედვით მიხვდებოდით, რომ მოვედი ყინულის მოედანზე. არასდროს მისრიალია, ზოგადად არ ვარ ნიჭიერი ესეთ სპორტში, მაგრამ რადგან ახალი წელია, ყველაფერი ნაცადო ადამიანმა ერთხელ და მოდი ვეცდები ვიწვალო და გავცრიალდე მაინც. ქალაქში არაერთი ყინულის მოედანია, თუმცა ყველაზე დიდი არის ძველ ქალაქში, სადაც ახლა ჩვენ ვიყოფებით. ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ციგურები, ისე ჩაფხუტი, სხვა ნივთები თუ დაგჭირდებათ. და თქვენზეა დამოკიდებული რა თანხა გამოგივათ საბოლოოდ. ახლა კი დროა ჩავიცვა და ცადო. ციგურების მორგების შემდეგ შევედი ყინულის მოედანზე. იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა, ამიტომ დამხმარე საშუალებით გადავაადგილდები. ცდილობ სხვებს ხელი არ შეუშალო და ნელ-ნელა ავითვისო სრიალისთვის საჭირო უნარები. დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს, რასაც სხვებზე ვერ ვიტყოდი. ჩემი ახალბედობა საერთოდ არ მიშლის ხელს და ამაღლებული განწყობით გადავაადგილდები ყინულის მოედანზე. ყინულის მოედნის შემდეგ ისევ ღამის ქუჩებში გავისეირნე. იმდენად პატარაა ძველი ტალინი, რამდენიმე საათიანი სეირნობის შემდეგ რუკის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. მის გარეშეც მარტივად გაიკვლებთ გზას. საბოლოოდ მოვედით ქალაქის ცენტრში, სადაც საშობაო ბაზრობა, სოფელია, განლაგებულია სხვადასხვა დახლები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, საახალწლო განწყობისთვის დამახასიათებელი სათამაშოები, საჭველი, სასმელი, რა თქმა უნდა, ყველაფერი. ეს ტალინიც არ არის გამონაკლისი და გახსოვთ თუ გინახავთ ძველი გადაცემები, ყოველთვის ვინჯავ ხოლმე ადგილობრივ გლინტვეინს. ესტონურათაც ქვია გლოგი და მივალ და შევიძენ. Hello. One glog, please. Yes, what kind? I don't know. Manatallin or traditional or Traditional. blueberry? Traditional. Traditional with alcohol. Yeah, of course. What's price? It's a price. It's 9 Okay. because it's a 2 euro deposit. Oh, okay. If I return, Yes. okay, And 2 euro. perfect. Yes, Thank you so much. Thank you.
ესე იგი შევიძინეთ ეს ლამაზი ჭიქით 9 евро ღირს, მაგრამ დალევის შემდეგ თუ დააბრუნებთ 2 евро დაგებრუნდებათ დეპოზიტის სახით, აი როგორც აი მიუნხენში რო იყო, მსგავსი შემთხვევა ყოფილა. არომატი ძალიან კარგი აქვს და გემოზეც გავსინჯავ. აუ ძალიან კარგია, თან ცხელი რო არის. ეხლა -6 გრადუსია თუ არ ვცდები და ძალიან კარგი. ყველას გირჩევთ გასინჯოთ ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით ტალინში. ქარის და სიცივის მიუხედავად, მაინც ხალხმრავლობაა. ალაგ-ალაგ საახალწლო ჰანგები ისმის. დახლებზე გამოტანილი ტკბილეული და საკვები სასიამოვნო სურნელთან ერთად ლამაზი შესახედიცაა. მომღიმარი და ბედნიერი ადამიანების ხილვა კიდევ უფრო ალამაზებს აქაურობას. აქ სრულდება ჩვენი ტალინური თავგადასავალი. დღეს არის ბოლო საღამო ჩემი ამ ქალაქში და ხვალ უკვე ვტოვებ ტალინს და მივემართები რიგისკენ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თავგადასავლები გამოგივიდა ზოგადად საახალწლოდ. იმის მიუხედავად, რომ თოვლი ვერ ვნახე ტალინში და ვიცი, რომ თოვლში განსაკუთრებულად ლამაზია, მაინც ძალიან მომეწონა, ვინაიდან ესეთი პატარა ქალაქია, საყვარელი და დარწმუნებული ვარ, ვინც კი მოგზაურებთ ტალინში, პირველივე ნახვით შეგიყვარდებათ. ტალინს და საქართველოს გაუმარჯოს. ტალინიდან რიგაში ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე, ვინაიდან სწორედ რიგიდან მაქვს პირდაპირი ფრენა ქუთაისის მიმართულებით. გზავრობას 5 საათი სჭირდება. ამ შემთხვევაშიც ყოველგვარი საზღვრის კონტროლის გარეშე შეუფერხებლად ჩამოვედი. ვინაიდან ფრენა ხვალ დილით მაქვს, დასვენების შემდეგ რიგის ცენტრში გამოვედი. არც აქ გამიმართლა და არაა თოვლი, მაგრამ საახალწლო ბაზრობა ძალიან საინტერესო ჩანს. ქუჩაში ლატვიურ მსვლელობას წავაწყდი. ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებს და მომწონს მსგავსი აქტივობები. თბილი განწყობით და მოგონებებით ვემშვიდობები ყინულოვან ჩრდილოეთ ევროპას. მომავალში აუცილებლად დაბრუნდები როგორც ლატვიის, ისე სხვა ქვეყნების აღმოსაჩინად. ახლა კი საქართველოში დაბრუნების დროა. შემდეგ გადაცემაში ვილაშქრებთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. წინ თოვლიანი ბილიკი და საინტერესო თავგადასავლები გველოდება.